გამარჯობა. ვაგრძელებთ ხრობას ქართული სახელმწიფოსა და ქართველური ეთნოსის წარმომავლობის შესახებ. ეს არის მეხუთე ნაწილი. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ ქათროსისა და მისი 6 ძმის დინარეების დიდის და მცირე იორის აუზში, კერძოდ ხორანთის ტერიტორიაზე განსახლების თაობაზე. ახლა კი დავიწყოთ იმ რიგითობით, რომელიც თეიმურაზ ბატონიშვილს აქვს წარმოდგენილი მის წიგნში ძმების სამმართველო ტერიტორიების დასახელება და გეოგრაფიული ტერმინოლოგიის დადგენა. ის იწყებს ბარდოსით, ხოლო აღაშენა ბარდოსთან ქალაქი მდინარისა მტკვრისა კიდესა ზედა და უწოდა სახელითა თვისითა ბარდ და დედაწულით თვისით დაეშენა მუნ. არსებობდა თუ არა ასეთი ქალაქი ბარდა? დიახ, არსებობდა. უფრო ცლად შეგიძლიათ გაიცნოთ სრულ ვიდეოს. გადავიდეთ ჩვენ YouTube არხზე, უყურეთ სხვა ვიდეოებსაც, გამოიწერეთ არხი, მოგწერეთ შეკითხვები და კომენტარები. დიდი მადლობა.